ქართული ოპოზიციური პარტიები ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მეგობარი აქტის მხარდაჭერის ზრდას ეხმიანებიან და ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღება ქართული ოცნებისთვის მტკივნეული იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სენატში მეგობარი აქტის დაჩქარებული წესით მიღებას სამი რესპუბლიკელი სენატორიდან ერთი აღარ ეწინააღმდეგება ცალსახად დადებითად აფასებენ, თუმცა იქვე ამატებენ, რომ დაჩქარებული წესით თუ ჩვეულებრივი პროცედურით მეგობარი აქტი ორპარტიული მხარდაჭერის მეშვეობით კანონად მაინც იქცევა. Დარწმუნებული ვართ, რომ ის აქტი, რომელსაც მეგობარი აქტი ქვია, რომელიც ნამდვილად არის მეგობრობის გამოხატულება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ქართველი ხალხის მიმართ, ქართული სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ასევე მოიცავს არაღიარების პოლიტიკას, ჩვენი სუვერენიტეტის და დემოკრატიული განვითარების ხარდაჭერას და დაცვას. ეს აქტი იქნება მიღებული ერთის მხრივ ქართული ხალხის მხარდასაჭერად და მეორეს მხრივ ამ აქტში იქნება ის ძალიან მკაფიო და ივანიშვილის კრიმინალური მოღალატური რუსული ბანდისთვის ძალიან მტკივნეული ნაბიჯები, რომელიც კიდევ ერთი დამატებითი მზეწოლის ბერკეტი იქნება ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის წინააღმდეგ. თავარი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას ქართული ხალხის გვერდით, ეს მათ ძალიან კარგად ესმით, ისიც, რომ დღევანდელი ოცნების რეჟიმი არის ავტოკრატიული რეჟიმი და ეს არის რეგიონში ფაქტობრივად ერთადერთი შეიძლება დღევანდელი მოცემულობით რეჟიმი, რომელიც რუსეთის ინტერესებს ატარებს და შესაბამისად ყველა ის დაპირება, რაც ოცნებას ჰქონდა, რომ ისინი თითქოს იყვნენ მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის და მათივე ტერმინი რო ვთქვათ დალაგებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სრულიად ტყუილი სხვა უამრავ დაპირებასთან ერთად, რადგან გამორიცხულია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ითანამშრომლოს ისეთ ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან, როგორც არის ოცნება. ვაშინგტონში გასულ კვირებში ჩვენს მიერ გამართულ შეხვედრებზე ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ყველას კარგად ესმის, რა მნიშვნელობა აქვს მეგობარ აქტს საქართველოსთვის და ჩვენ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ მათ შორის დაჩქარებული წესით აქტის მიღება იქნებოდა ყველაზე სასურველი შედეგი. ნახოთ, როგორ დასრულდება ეს პროცესი, საბოლოო ჯამში ყველა სენატორი გადახედავს თუ არა ყველა საკუთარ პოზიციას, ამ ეტაპზე ორი რჩება, რომელმაც უნდა მოხსნას, ასე ვთქვათ, საკუთარი შემაკავებელი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მეორადი მნიშვნელობა აქვს დაჩქარებული წესით იქნება მიღებული ეს აქტი თუ არა. თავარი არის, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას აქტის და ეს აქტი შესაბამის პროცედურების გავლის შემდეგ იქნება მიღებული. მეგობარი აქტი დაჩქარებული წესით კანონად იმ შემთხვევაში იქცევა, თუ მის განუხილვად მიღებას 100 სენატორიდან 100-ვე დაუჭერს მხარს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩვეულებრივი წესით განიხილება და კენჭისყრაზე დადგება. ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ 30 ივლისს გავრცელა ინფორმაცია, რომ კანონპროექტის დაჩქარებულ მიღებას სამი რესპუბლიკელი სენატორიდან ერთ-ერთი აღარ ეწინააღმდეგება. მანამდე 23 ივლისს ჟურნალისტმა თქვა, რომ სამი სენატორი მარკ უეინ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი მეგობარი აქტის სწრაფი ვადებით მიღებას მხარს არ უჭერდნენ. ამჟამად მეგობარი აქტის დაჩქარებული წესით მიღების წინააღმდეგი ორი სენატორია, თუმცა მათაც შეუძლიათ საკუთარი პოზიცია შეცვალონ. ასეთ შემთხვევაში მეგობარი აქტი უახლოეს მომავალში ხელმოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს გაეგზავნება. ოპოზიციისგან განსხვავებით ქართული ოცნება კანონპროექტს სრულ აქტად მოიხსენიებს. მათი აზრით, მეგობარი აქტი განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში კანონად არ იქცევა. ჩვენ არ ველოდებით ესეთ განვითარებას, ნეგატიურ განვითარებას, იმიტომ რომ უსამართლობის ეს ხარისხი, რომელიც ამ აქტშია გამოხატული, რასაკვირველია, დამაზიანებელია საერთოდ საზოგადოებისათვის. საქართველოში არანაირი ისეთი არ ხდება, მაგალითად ირანთან პოლიტიკური ურთიერთობების დაბრალება, ჩინეთთან ურთიერთობის განვითარება შერაცხულია რაღაც დანაშაულად მაშინ, როდესაც თვითონ ამერიკაც საკმაოდ ინტენსიური მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთთან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი ინტერესებით მოქმედებთ და არანაირ სასჯელს არ ვიმსახურებთ, მათ შორის რაც ამ აქტშია ჩამოყალიბებული. ის რომ ომში არ ჩავერთეთ წინა ადმინისტრაციის მოთხოვნის დროს, ეს არ არის მიზეზი, რომ რაიმენაირად საქართველოს ინტერესებს ჭრილი მიადგეს.
მეგობარი აქტი წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ულსონმა 2024 წლის მაისში წარადგინა. კანონპროექტი 2025 წლის იანვარში ხელმეორედ წარადგინეს. მეგობარი აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ის როგორც საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას, ასევე ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხისმგებელი პირების დასანქცირებას ითვალისწინებს. კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია წარმომადგენელთა პალატაში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ. იმისთვის, რომ მეგობარი აქტი კანონი გახდეს, ის სენატმაც უნდა დაამტკიცოს.